მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ. ვაკის პარკში დილიდან ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი აღინიშნება. პარკში იმყოფებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები. ისინი უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ. ვაკის პარკში სამხედრო ორკესტრი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ სამხედრო მარშებს ასრულებს. გამარჯვების 77 წლისთავს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ. მას ასე უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე და უნდა აღინიშნებოდეს თუ არა ის 9 მაისს. 240-00-30-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გამოკითხვა წერტილი გეჩვენი ვებგვერდის მისამართია. იაქტიურეთ, პირდაპირ ეთერში გამოხატეთ თქვენი შეფასება, როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე აუცილებლად უნდა აღინიშნოს 9 მაისს, აუცილებლად. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2011 წელს უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით 8 მაისს შეამკო. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, 8 მაისს მთელი კაცობრიობა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს და რუსეთი, როგორც ყოველთვის, აქაც გამონაკლისია პოლიტოლოგი იანოდიას განცხადებით, 9 მაისს საბჭოთა იმპერია აღნიშნავდა თავისი გამარჯვების წლისთავს, როდესაც მან აიღო პრაღა და გაიძლიერა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო ბუნებრივია აღნიშნოთ ეს დღე სწორედ 8 მაისს და არა 9 მაისს, ამბობს პოლიტოლოგი. 240-00-30-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. მოგესალმებით, თამუნა, გამარჯობათ. ისმენთ. კი, რა თქმა უნდა აღინიშნებოდეს აუცილებლად და სამწუხაროდ საქართველოში უკვე 8 წელიწადია ფაშიზმია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა გენეცალ. გისმენთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ესარეთ მრავალს. მადლობა ასევე. რა თქმა უნდა აღინიშნებოდეს გენეცალ. რა თქმა უნდა. ვის ეკითხებიან, მაგანთმა ყველაფერი გადააფასებს, ისტორიის გადაწერასაც ახდენენ. 350,000 კაცი დაიღუპა, 350,000 ჩამოვიდა, გამარჯვებული 9 მაისს დაუბრუნდა სამშობლოს. მათ შორის ეხლა ვინ არიან დარჩენილები და ამ ხალხს დააცადონ ორი დღე დარჩათ კიდე სიცოცხლისა, ხო? 9 მაისს უნდა აღინიშნებოდეს, ვაშაძის გადასაწყვეტი არ არის. ვის შეეკითხეთ, რა რეფერენდუმი ჩაატარეს, ერთი გამაგებინეთ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 9 მაისს დღესასწაულის აღნიშვნას ეწინააღმდეგება თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან რამიშვილი. ლიბერალთა საუბარში ის ამბობს, რომ 9 მაისის აღნიშვნა შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნებისა და საბჭოური დღესასწაულის რესტავრირების შედეგად აღდგა. ჩემი აზრით, 9 მაისის აღნიშვნა უაზრობაა, რატომ უნდა აღნიშნოთ ეს თარიღი, ან რა უნდა აღნიშნოთ ამ დღეს. მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა საქართველოს ომი. საქართველო ამ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო, ის იყო ოკუპირებული ბოროტების იმპერიის მიერ. ამბობს რამიშვილი. 240-00-30-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეთერში ხართ, მოგესალმებით. კი, უნდა აღინიშნებოდეს გენაცალი, მაგრამ დღეს მოვისმინე პრეზიდენტის ნაბოდვარი, ასე ეწოდება იმას. აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი არ ყოფილა არასოდესო. მას რატომ უწოდეს რუსებს ოკუპანტს? გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს, რომელიც ამ დროისთვის არის მოცემული ჩვენს ვებგვერდზე. 97% მიიჩნევს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე უნდა აღინიშნებოდეს. 2% მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს. როგორი არის თქვენი მოსაზრება? იაქტიურეთ, დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 240-00-30. იაქტიურეთ და დაგვირეკეთ, რადგან ჩვენთან შემომავალი არც ერთი ზარი არ იფილტრება და მაყურებელი დაგვიკავშირდა. მოგესალმებით. გამარჯობა გენაცვალე. გისმენთ. აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს. ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, შვილო? როგორ შეიძლება? მე პირდაპირ ეთერში როგორ შეიძლება? ლევან რამიშვილი ადამიანი ხო არ არის? პერი არის ქვეყნის და ყველაფრის, სააკაშვილის და რამიშვილის, შვილო. პირდაპირ ეთერში მინდა ეს უთხრა მე. კარგით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ 240-00-30-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, გილოცავთ გამარჯვების დღეს. მადლობა ასევე გილოცავთ.
აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს, იმიტომ რომ ქანთარიამ 9 მაისს აღმართა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა. და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვაშაძე როდის დაიჭერს გვირგვინს. რაც შეეხება რამიშვილს, თუ არ იცის ისტორია, აქ ალბათ საქართველოს იქნებოდა დატბორილი წყლით და გერმანია აუცილებლად დაიპყრობდა საქართველოს, ასე რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომი და არ იყო რუსეთ-გერმანიის ომი. გასაგებია მადლობა ზარისთვის. გეტყვით რომ გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ვეტერანი ნოდარ ცატნიაშვილი. მანამდე მოვისმენთ თქვენ შეფასებებს, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. ქრისტიანს გათამარ გამარჯობა ჩემო კარგო. იცით რა, უნდა აღინიშნებოდეს ნებისმიერ საუკუნეში, ნებისმიერ ადამიანების მწვალებლობაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დაუშვათ ჰიტლერის ფაშიზმზე, კომუნისტების ფაშიზმზე, შევარდნაძის ფაშიზმზე, მიშას ფაშიზმზე. ანუ ის რაც ადამიანებისთვის სიკვდილის მომტანია და უბედურებით, ეს არის თავისთავად ფაშიზმი. და ასეთი ფაშიზმის ქვეშ ვართ ეხლა დღეს ჩვენ. აი ეს ხელისუფლება რო წავა ცოტა ხანში. მე აღნიშნავთ მიშას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. გასაგებია მადლობა ზარისთვის. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ ბრძანეთ. ქალბატონო, ის მეორე მხარეს ვის იბრძოლდა ქართველების? გისმენთ. მაგათი აღნიშვნის დღე როდის არის? ვერ გავიგე, ეთერში ხართ, მოგესალმებით. მაგათი მეორე მხარეს ვის იბრძოლდა ქართველების? კარგით, გასაგებია მადლობა ზარისთვის. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გამოკითხვა წერტილი გეჩვენი ვებგვერდის მისამართია. როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა. უნდა აღინიშნებოდეს და ფაშისტია ყველა ის, ვინც ამ დღეს უყურებს არაადამიანურ თვალით. ყველაზე დიდ დღესასწაული ეს გამარჯვების დღე. გასაგებია მადლობა ზარისთვის. აქტიურად გამოკითხვის ვებგვერდზე გამოკითხვა წერტილი გეჩვენი ვებგვერდის მისამართია. როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით, გენცელი. რა თქმა უნდა აღინიშნებოდეს, მაგრამ წელს სასწაული ნახეთ. ეკლესიას კონკურენტი გამოუჩნდა. წმინდანების დღეს ხო ეს ორჯერ არის ხსენება. ახლა ამათაც მიბაძენ და ორჯერ დაიწყეს აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების 8-ში და 9-ში. გასაგებია მადლობა ზარისთვის. 9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. ამ დღის ფართოდ აღნიშნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე 1965 საიუბილეო წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადა. როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მაყურებელი ეთერში მოგესალმებით. გამარჯობა. გისმენთ. თვითონ სიტყვა გვეუბნება მეორე მსოფლიო ომი. დიახ. ესე იგი უნდა აღინიშნებოდეს ეს დღე რა. რას მაპატიეთ, მაგრამ რას მიედმოედებიან ესენი რა. გასაგებია მადლობა ზარისთვის. საინტერესო რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი ეთერში ხართ, მოგესალმებით და გისმენთ. ეთერში ხართ, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. ამათ როგორ უნდა აღნიშნონ, ესენი თვითონ ფაშისტები არიან. მადლობა ზარისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2011 წელს უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით 8 მაისს შეამკო. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, 8 მაისს მთელი კაცობრიობა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს და რუსეთი როგორც ყოველთვის აქაც გამონაკლისია. პოლიტოლოგ გიანოდიეს განცხადებით 9 მაისს საბჭოთა იმპერია აღნიშნავდა თავისი გამარჯვების წლის თავს, როდესაც მან აიღო პრაღა და გაიძლიერა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო ბუნებრივია აღნიშნოთ ეს დღე სწორედ 8 მაისს და არა 9 მაისს, ამბობს პოლიტოლოგი. როგორი არის თქვენი შეფასება? უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. გისმენთ. გამარჯობა. გისმენთ, ბრძანეთ. მოგესალმებით. სტალინის დიდი პიროვნება საერთოდ კაცობრიობას არ ახსოვს, ალბათ არც ეყოლება იმ.
გაიმარჯვა როკფელერის და მაცავის ნავთობისა და პოლიციის გაგიზებულ რაც საერთოდ მას სიცოცხლესაც დაუვიდა 1952 წელს სტალინი გამოვიდა სიტყვიდან აშუქში წარადგინა სოციალიზმზე იგი კერძოდ ამბობდა რომ კერძო საკუთრებაზე უნდა გადავიდეთო და ახალგაზრდები შემოყავდა უკვე რა მთავრობაში და ამით მან აჩვენა რა მსოფლიოს რომ საერთოდ სხვა კატეგორიის ცხოვრებაზე გადადიოდა რუსეთი ამიტომ მოკლეს 53 წელს და ჩოლოვის ცნობილი ფაქტი გასაგებია ეს არის ანგლო-საქსონის მიერ შემუშავებული გეგმა რომელსაც ახორციელებს აღეზელებს ეს ყველაფერი ამ დალემმა დამთავრდება აი ეს არის თავიდაბოლო ყველაფრის კარგით მადლობა ზარისთვის როგორ ფიქრობთ უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 240-0030 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი აქტიურად ღიად პირდაპირ ეთერში გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მაყურებელი დაგვიკავშირდა მოგესალმებით და გისმენთ ბრძანეთ ეთერში ხართ გისმენთ უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე გისმენთ კარგით მე როგორც იცით ინტერაქტივის შედეგები დაფიქსირებულია გამოკითხვის ვებგვერდზე მე გაგაცნობთ ამ დროისთვის შედეგებს პროცენტების შემდეგნაირად გადანაწილდა 97% მიიჩნევს რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე უნდა აღინიშნებოდეს 2% მიიჩნევს რომ არ უნდა აღინიშნებოდეს როგორი არის თქვენი შეფასება დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში გამოხატეთ თქვენი მოსაზრება უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ეთერში ხართ მოგესალმებით თან უნდა გენაცვლე იძულებული გახდი მეორე დაკავშირებოდეს იმიტომ რომ აზრი არ დამამთავრებინე და ძალიან გთხოვთ როდესაც ნორმალურ რას გამოთქვამს მაყურებელი რაღაცადეთ რომ ბოლომდე თქვა საერთოდ გასაგებია მოგისმინეთ თქვენ და შესაბამისად დაასრულეთ თქვენი მოსაზრება გამოხატეთ და შესაბამისად დავიდა ეთერი და თქვენი ზარი დამასრულებინეთ არ გესიამოვნათ სიტყვა კონკურენცია რო არა არაფერ შუაში არ არის ეს სიტყვა უბრალოდ ჩვენი საეთრო დრო არის შეზღუდული მინდა გიორგის დღე მილიციის დღეს გადააქციეს და აბა რა არის გასაგებია მაგრამ თქვენ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი საეთრო დრო არის შეზღუდული მე ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება მეტ მაყურებელს დაუთმო ჩვენი დრო ზოგჯერ აზრობას ამბობენ და აუგრძელებ მთელი ნახევარი საათი ვერ დაგეთანხმებით გისმენთ ბრძანეთ ამ შემთხვევაში რისი თქმა გსურთ ეთერში ხართ კარგით უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 240-0030 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მაყურებელი ეთერში მოგესალმებით გამარჯობა გისმენთ აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს საყვარელო აუცილებელია ჯერ იმ ხალხის ვინც გარდაიცვალა ვინც იქ დარჩა იმათი ხსოვნის საპატივცემლოდ გასაგებია მადლობა ზარისთვის საუბრობთ თემაზე უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში 9 მაისზე ფაშიზმზე გამარჯვების დღეთ ამ თემაზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს რამდენიმე წუთში დაგველოდეთ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში 240-0030 ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამოკითხვა წერტილი გეჩვენი ვებგვერდის მისამართია უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ეს არის ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ასე რომ აქტიურად დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში და ღიად გამოხატეთ თქვენი პოზიცია მაყურებელი დაგვიკავშირდა მოგესალმებით და გისმენთ გამარჯობათ კალბატონო თამარ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მრავალს დაესწარეთ თქვენ ახალგაზრდა ხართ და ბევრჯერ უნდა დაესწორთ ამ დღესასწაულს ეს პირველი მეორე იყო დრო როდესაც ჩვენთან არ იყო მიღებული რომ ეს ჩვენი ომი არ იყო და ასე შემდეგ რა პასუხს გასცემენ 370,000 საქართველოს მოქალაქე დაეცა ამ ომში და ყავს ვეტერანები და ხოლო 9 მაისს კი არ უნდა მივესალმოთ და ამ გადარჩენილ ვეტერანებს ყოველდღიური დახმარება უნდა მათ ხო და რა ვიცი მე გულით და სულით ულუსთავ მათ და დიდხანს სიცოცხლეს უსურებ გაიხარეთ კარგ ბრძანდებოდეთ მადლობა ზარისთვის საინტერესო რას ფიქრობთ შემდეგი მაყურებელი უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე გისმენთ ბრძანეთ
ნამდვილად გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველა ვეტერანს ულოცავთ დღევანდელ დღეს. უნდა აღინიშნებოდეს აუცილებლად, აბა რა აღნიშნოთ, შიფერების გადატანის დღე თუ რა უნდა გავაკეთოთ. უნდა აღნიშნოთ ნამდვილად და თვითონ რვაში იმიტომ აღნიშნეს იტირეს ეთყობა ფაშიზმი რო დამარცხდა, იმიტომ თვითონ არიან ფაშისტები და დამარცხდებიან ფაშიზმი, მიშას ფაშიზმი შემოდგომაზე დამარცხდება. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, სანამ შემდეგი მაყურებლის აზრს მოვისმენთ ეთერში, მე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 9 მაისს დღესასწაულის აღნიშვნას ეწინააღმდეგება თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან რამიშვილი ლიბერალთან საუბარში ამბობს, რომ 9 მაისის აღნიშვნა შევენაძის ხელისუფლებაში დაბრუნებისა და საბჭოური დღესასწაულის რესტავრირების შედეგად აღდგა. ჩემი აზრით 9 მაისის აღნიშვნა უაზრობაა, რატომ უნდა აღნიშნოთ ეს თარიღი, ან რა უნდა აღნიშნოთ ამ დღეს. მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა საქართველოს ომი, საქართველო ამ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო. ის იყო ოკუპირებული ბოროტების იმპერიის მიერ, ამბობს რამიშვილი და როგორი არის თქვენი შეფასება? უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? მე გაგაცნობთ ვებგვერდზე დაფიქსირებულ შედეგებს 98% მიიჩნევს, რომ უნდა აღინიშნებოდეს და ახლობით 1% მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს და მაყურებელია ეთერში. მოგესალმებით, გისმენთ. ალო, გამარჯობათ. ბრძანეთ, გამარჯობა. ძალიან თო, ჩემი ფიზიკოს შეგენაცოლე არ გამთიშოთ რა. მალე დავამთავრებ. მაგი არის ვითრო, მაგის პატრონს უბედურს, რამიშვილის მაგის პატრონს უბედურს ეს ერთი. რაც შეეხება უნდა აღინიშნებოდეს აუცილებლად 9 მაისს და არა 8 მაისს. და ერთ ამას ვიტყვი და დაიმასურეთ ჩემი სიტყვები კარგად. აი, სულ მალე ის ვინც მონაწილეობა მიიღო სტალინის ძეგლის აღებაში გორში, ზურგზე ადებული პირობას გაძლევს. ზურგზე ადებული სულას მიავატანებთ იქნა დავადგმეთ სადაც იყო. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ეთერში და როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? გისმენთ. საღამოშვიდობისად აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, აი ესეთ არახალხს, როგორც არის რამიშვილი, მისი აზრები, შეინახოს მიშას საზოგადოებამ და ჩვენ უგვახვევთ რა თავზე. არ შეიძლება ამ კაცის, როგორც ის თავხელიძის, როგორც ის გოგორო არის კიდე ერთი რაღაცა მასიმახიჯის, ნუ გვაღიზიანებთ. შეურაცხყოფას ნურავის, ნუ მიაყენებთ. როგორ არ არის შეურაცხყოფა მისაყენო? კარგი, გასაგებია, მადლობა ზარისთვის, ჩვენი საეთერო დრო ეძღვნება და ეთმობა ყველა პოზიციას. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? გისმენთ. გამარჯობათ. აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს 9 მაისს და ისეთი რამიშვილები და ვიღაცეების საერთოდ ვის აინტერესებს მაგისი აზრი? ვინ არის ეგ რამიშვილი, ეს სომეხი, ეგ დეგენერატი? მადლობა ზარისთვის. გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი არის ნოდარ ცოტნიაშვილი, ვეტერანი. მოვისმენთ მისგან შეფასებებს, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმის გამარჯვების დღე. მანამდე ვისმენთ თქვენ შეფასებებს. 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გამოგითხვა წერტილი კი ჩვენი ვებგვერდის მისამართია. მაყურებელი დაგვიკავშირდა, მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ. იმ აზიატურ მოვლენაზე, რასაც დაედო საფუძველი ევროპაში და შექმნა ფაშისტური იდეოლოგია, პრაქტიკულად ამასთან დაკავშირებით ეს იყო მე-20 საუკუნის სენი და უნდა აღინიშნებოდეს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ დღეს ამან შეიცვალა თავისი სახე და დემოკრატიის სახელით მოქმედებს. აი, ამაზე გამარჯვების დღეს როდის აღნიშნავთ, რომ ეს ფსევდოდემოკრატები, ნეოფაშისტები მართავენ სახელმწიფოებს და იპყრობენ დემოკრატიის სახელით, აი ეს არის მთავარი და მე მგონი ამის დროს დადგება მალე. მადლობა ზარისთვის. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? ეთერში ხართ, მოგესალმებით. ალო, თამარ, ერთი პრობლემა აქვს ჩვენს თანამედროვე პოლიტიკოსებს და აი ეს არის ყველანაირ სირთულეს ბადებს. ყველა მიცის ერთმანეთის ცუდი საქმეები, ანუ ვისა უკეთებია. ყველა ერთმანეთს ბრალდებებს უყენებს. მაგრამ არ ხდება ამ ბრალდებების ფაქტობრივი დასაბუთება. რასაც მოსახლეობა თავისი აზოვნებით, მენტალიტეტით შეყავს ჩიხში. ანუ არაძლევენ საშუალებას, რომ სიმართლის მხარეს დადგეს ზოგი და აირჩიოს ან იშმაკის გზა, ან უფლის გზა. აი ეს ქმნის ყველანაირ პრობლემას ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით და მე მგონი ის რომ დაადგინონ თავისი ნათქვამი საჭიროა ფაქტები წარმოადგინონ და მაშინ ყველაფერს ნათელი მოექნება. გასაგებია, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში და როგორი არის თქვენი პოზიცია? ნებისმიერი ძალადობას, რაც უკავშირდება უსამართლობას, მათ აუთანასწორო ბრძოლა, ხალხის უსამართლო წამება, ეს პატიმრობის მდგომარეობა, შიმშილი თუ ასე შემდეგ თუ განზრახ დაავადებით, იმის გამო რომ სახსრები არ აქვს, თუ იარსებონ და იმუშაონ და ასე შემდეგ,
ასეთი ძალადობის აღნიშვნა უნდა მოხდეს ყოველთვის და გაპროტესტება და ზეიმის სახითაც კი ბატონო იყო ზეიმის სახით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის შეგახსენებთ 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? გისმენთ? გამარჯვებას. მოგესალმებით. ძალიან ცუდი მდგომარე იქნებოდა, რომ გაემარჯვებინა საერთოდ რომ გაემარჯვა ფაშისტებს და ტროცკის რომ გაემარჯვა, საერთოდ რა მოხდებოდა? ხალე სტალინი რომ გარდაიცვალა 25 წელს მერე დავიბადე, მაგრამ უბრალოდ ისტორია მაქვს შეკითხული. ხალხს არ აძლევენ ამის საშუალებას, რომ რაღაცა წაიკითხონ და ისტორიული ინფორმაცია ქონდეს. სტალინმა მოუგო სოფლიო ნაძირლებს, აი ესეთი რამე მოხდა. რამ სოფლიოში მის ნაძირალა იყო ყველა მაგას ეუმებოდა და ისე რომ ძალიან დიდი ვალი აქვს უბრალოდ ჩვენი ბაბალშოვი ეს ცოტა ხუმრობით ისე სტალინის დღე უნდა აღინიშნებოდეს თელ სოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს ძალიან მაგალითად. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? ბრძანეთ, გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გისმენთ? ფაშიზმზე გამარჯვების დღე აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს. ფაშიზმმა ომი გამოუცხადა არა მარტო საბჭოთა კავშირს, არამედ მთელ მსოფლიოს. ისტორია და ვერ გადავაკეთებთ ჩვენ მას. არის ფაქტი, ხომ იყო საბჭოთა კავშირი? ცხოვრობდით იქ? ზმუროჯახში? დღევანდელ პოლიტიკანებმა ეს გადააკეთეს ეს ისტორიული რეალობა და რაც უნდა იქნა ამას ვერ წასვლიან. რას ეწვიან იმ 700,000 კაცს, რომელიც სამამულო ომში მონაწილეობდა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფაშიზმის განვითარებაში. ყოველდღიურად უნდა აღინიშნებოდეს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2011 წელს უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით 8 მაისს შეამკო. როგორც გრიგოლ ვაშეძემ განაცხადა, 8 მაისს მთელი კაცობრიობა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს და რუსეთი როგორც ყოველთვის აქაც გამონაკლისია. პოლიტოლოგ გიან ოდიას განცხადებით 9 მაისს საბჭოთა იმპერია აღნიშნავდა თავისი გამარჯვების წლისთავს, როდესაც მან აიღო პრაღა და გაიძლიერა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო ბუნებრივია აღვნიშნოთ ეს დღე სწორედ 8 მაისს და არა 9 მაისს, ამბობს პოლიტოლოგი. როგორი არის თქვენი შეფასება? 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი და მაყურებელი ეთერში გისმენთ. მოგესალმებით, გამნა. ალო. გამარჯობა, გისმენთ. ბევრ დროს ნამდვილად არ წაგართვით, რა თქმა უნდა აღინიშნებოდეს და მაგათ არავინ არ უსმენს რამიშვილს და რამიშვილისნაირებს, რა თქმა უნდა არავინ არაფერს არ დაუჯერებს და ყველა ვეტერანს მოუწოდებ, რომ გული არ გაიტეხონ რა. ეს დრომალი დამთავრდება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს. 96% მიიჩნევს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე უნდა აღინიშნებოდეს, 3% მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს. როგორი არის თქვენი მოსაზრება და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 240-0030. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. გისმენთ. გამარჯობათ. ბრძანოთ ყველა სამ დღესასწაულს. და საერთოდ უნდა აღინიშნებოდეს კი არა, აი ამ მოხუცებს ყოველ დღე უნდა ვეფერებოდეთ. როგორც თქვათ, ისრაელში 9 მაისით აღინიშნება, თან როგორ ულოცავენ და როგორი მზრუნველობის ქვეშ არიან ყველა ეს ვეტერანები. ჩვენია პირდაპირ უყურებ მოხუცებს. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, ბრძანეთ. ალო. მოგესალმებით, გისმენთ. მადლობთ, გამარჯობათ. გამარჯობა. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა სპარსეთის დამპყრობლური ომებში გამარჯვების დღეები. რუსეთი 200 წელია ჩვენ სისხლს სვამს. პირსისხლიანი ფაშიზმზე უფრო უარესია რუსეთი. თავისი საზიზღარი პოლიტიკით. მიწასთან გაგვასწორა. 1 მილიონზე მეტი კაცი მოვიკლა. ის 300,000 კაცი წიხლით არის გაყრილი ჯარში, ეხლა ვინც ლაპარაკობს, მაგათ არავის არ ახსოვს. მე მახსოვს ხის თოფით შეერაგებული ქართველები მათრახით რომ მიერეკებოდნენ.
წინ ქართველებს მიეკავებოდა და უკან ეგრეთ წოდებული შტრაფლოი ბატალიონი მიყვებოდა და ხოცავდა. ყმარა რუსები, ყმარა გასაგებია. მადლობა ზარისთვის, როგორ ფიქრობთ, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე? შეგახსენებთ 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. მაყურებელი ეთერში, მოგესალმებით და გისმენთ. ეს ომი მიმდინარეობს 100 წელია საერთოდ რა სტალინის წინააღმდეგობი და მაგ ომს დაამთავრებს პუტინი. აი ესე ბოლოს და აი ძალებს მოეღება ბოლო. უნდა აღინიშნებოდეს თუ არა? კარგით, გასაგებია, მადლობა ზარისთვის, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი 240-0030-ია ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და შეგვიძლია მოусმინოთ მაყურებელს. გამარჯობა. გისმენთ ბრძანეთ. უნდა აღინიშნებოდეს აუცილებლად. გასაგებია. მადლობა ზარისთვის, გეტყვით რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ვეტერანი ნოდარ ცოტნიაშვილი, მანამდე კი საეთერო დროს გითმობთ თქვენ 240-0030-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, უნდა აღინიშნებოდეს თუ არა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ბრძანეთ, ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით, გისმენთ. ალო. ბრძანეთ, გისმენთ. ორი აზრი არ არსებობს გოგონიშვილი რომ უნდა აღინიშნებოდეს რამიშვილების ახლა თითოეულა შეიძლება გამონაკლისი გვარი შეიძლება იყოს მაგრამ სტალინმა რა თქვა თუ იცი მაგაზე ყველა სურებიდან ხართო თქვენ და ყველა დასაჭერები ხართო რამიშვილი როგორ შეიძლება ახლა 1-2-ის გამონაკლისის გარეშე აუცილებელია 9 მაისი უნდა აღინიშნოს თელ სოფლიოში განამანდრო საქართველოში. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, საინტერესოა რას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრძანეთ გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. რა თქმა უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ამათ გონიათ რომ მარტო ის ურჩხულების რევოლუცია რომ მოახდინეს ის ურჩხულების რევოლუცია უნდა აღნიშნონ ამათ გონიათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყოველთვის უნდა აღინიშნოს. მადლობთ. მადლობა ზარისთვის, როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი არის ვეტერანი ნოდარ ცოტნიაშვილი, ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ჩვენ სტუმართან ერთად დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი არის სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ვეტერანი ნოდარ ცოტნიაშვილი. ბატონ ნოდარ, მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ბატონ ნოდარ, როგორც ჩანს თარიღისა და მის მნიშვნელობაზე საზოგადოებაში ცალსახა პოზიცია არ არის. მაგალითად, ლევან რამიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის წევრი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა საქართველოს ომი, საქართველო ამ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო, ის იყო ოკუპირებული ბოროტების იმპერიის მიერ. როგორი არის თქვენი პოზიცია, საინტერესოა? გეტყვით, ჩემი პოზიცია რა თქმა უნდა არის ის, რომ როგორ არ იყო საქართველოს ომიც უამრავი ჩვენი თანამემამულე დავკარგეთ სამამულო ომში იმ დროს. და თვითონ დრო იყო მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, არსებობდა ერთიანი ქვეყანა და ამიტომ არ შეიძლება არანაირად არ შეიძლება რომ ეს ომი 9 მაისის დღე არ აღინიშნოს, იმიტომ რომ ეს ბავშვობიდან თვითონ ჩვენ მიჩვეულებიათ მათი ოჯახები და ეს არის ისეთი ფაქიზი თემა რომ ამის ასე აგდება არ შეიძლება და მე კიდევ ვიმეორებ რომ ეს იყო ფაშიზმის გამარჯვების დიდი არ ვიცი აბა ძალიან დიდი და კიდევ ვიმეორებ რომ ეს არ შეიძლება უნდა აღნიშნოს აუცილებელია უნდა 9 მაისი იყოს ყოველთვის ჩემი აზრი ასეთია და სხვადასხვა საზოგადოების აზრიც ასეთია რომ 9 მაისი უნდა იყოს გამარჯვების დღე სამამულო ომის გასაგებია ბატონ ნოდარ თუ იცით ოფიციალური მონაცემები რამდენი ვეტერანი ეს ოფიციალურად არის 3700 საუბედროდ 3700 ვეტერანი დარჩა სამამულო ომის მონაწილე. მათი რიცხვი ყოველდღიურად მცირდება. ძალიან ცოტანი დამხავს ძალიან მოფერება ჭირდებათ. გასაგებია რა შეხება პრობლემებს რომელიც დღეს აქვთ ვეტერანებს და რამაც გამოიწვია გვახსოვს ვეტერანთა აქციის გამართვა და გვახსოვს ასევე როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. შეიცვალა თუ არა ამ პროტესტის შემდეგ რაიმე და რჩება თუ არა იგივე პრობლემები დღესაც? მინდა გითხრათ რომ ამ პრობლემებზე მე თვითონ დიდი ხანია ვმუშაობ. ერთ-ერთ პარტიასთან ერთად ქრისტიან დემოკრატებთან, რომელსაც ჩვენ პატრონას ქვეშ აიღეს, ჩვენ ვეტერანების მოვლა პატრონობა.
დიდი ხანია ჩვენ მეც და მათთან ერთად მუშაობ, არანაირი აბსოლუტურად ძალიან ვეტერანები არიან ძალიან გაჭირვებაში. აბსოლუტურად ის შეღავათები, რაც ვეტერანებს ჰქონდათ ყველაფერი მომსპარი არის, არანაირად არის ერთად მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილი არის სამგზავრო ბილეთი, რომელიც ასახულიც არ არის კანონში. ეს შეუძლია ხვალ მოგიხსნან, ან დაგიტო, ну ასეთი კანონში არ არის ასახული, უბრალოდ ეს მუნიციპალიტეტმა გააცა ეს 2-3 წლის წინ და თორე დანარჩენ ვეტერანებს მათ ის პენსიები, რა პენსიებიც არის ძალიან არადამაკმაყოფილი პენსიები არის, შეღავათები აბსოლუტურად მოხსნილი არის და ის ვეტერანების 44 ლარი ეძლებათ სამამულობის ვეტერანებს, 22 ლარი ეძლებათ აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მებრძოლ ვეტერანებს. ეს არის ძალიან ცოტა, რა თქმა უნდა, არანაირად მათ ცხოვრების კეთილდღებას არ წარადგება წინა. არანაირად არ შეცვლია ჩვენ ძალიან ხშირად ხელისუფლებასთან გვაქვს ვეუბნებით რომ ეს უნდა მოხდეს უმტკიცებთ, მაგრამ არანაირი აბსოლუტურად მაგრამ დადებითი პასუხი არ მიგვიღია და ჯერ კიდევ ველოდებით იმას რომ იქნება ერთხელ რაიმე შეიცვალოს და ბატონო თქვენ როგორც აღნიშნეთ მუშაობთ ამ მიმართულებით კანონში ასახული იყო შეღავათები 2006 წლამდე ეს იყო ელექტროენერგიაზე, გაზზე, ასევე კომუნალურ გადასახადებზე. შემდეგ 2006 წლის შემდეგ თუ 2006 წელსვე მოიხსნა ეს შეღავათები. რა იყო პასუხი, რატომ მოიხსნა ეს ყველაფერი და რატომ არ აღდგა შემდეგ თქვათ სატრანსპორტო მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებულ შეღავათთან ერთად? დიახ, გეტყვით ამას, იმიტომ რომ 2006 წელს, როდესაც 2005 წელს მოხდა, 2005 წელს იყო კანონი არსებობდა, საპენსიო კანონი. სადაც ეს 100.000 არეგულირებდა ყველა და მით უმეტეს მაშინ 5.9 მილიარდი იყო სახელმწიფო ბიუჯეტი და ყველა შეღავათი ჰქონდა ვეტერანებს, რაც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, მიზერული იყო ჩვენთვის, მაგრამ მაინც 100.000-ია რაღაც ქშელოდა ეს ვეტერანებს ეს შეღავათები. მიიღეს ახალი კანონი, მაშინ ალბათ ყველას ეხსენება იყო ჯანდაცვის მინისტრი ჭიპაშვილი და მისი მოადგილე მეგრეშვილმა, რომლებმაც ჩვენ თუნდაც არ ვიცით საიდან შემოიტანეს ის კანონი და მიიღეს ესეთი კანონი, რომლებმაც საერთოდ აურდაურია თავდაყირა დააყენა კანონ პროექტი, რომელიც მაშინ კანონი, რომელიც ჩვენთვის მაშინ მოქმედებდა. მიიღეს ახალი კანონი, იმ ახალ კანონში აბსოლუტურად ამოღელებული იქნა ძალიან ბევრი მუხლი, მათ შორის მუხლი, რომელიც არეგულირებდა ვეტერანების საპენსიო საკითხებს, იყო 52 მუხლი და საერთოდ ამოღებული იქნა. ეს მოხდა იმიტომ, რომ იმ პერიოდში ეს კანონი, რომელიც არეგულირებდა პენსიების ზრდა, დღეს ზრდა მოხდა, იმიტომ რომ მაშინ თვითონ კანონმა გაზარდა პენსია, კანონი ასეთი იყო მიღებული ძველი კანონი. გადაანგარიშების კანონი, მაგრამ ამოიღეს ეს მოხდა და საუბედროდ მე რამდენიმე გასულ წესაც მოვისმინე ჩვენი ომბუდსმენის ასეთი გამოსაცდო, ამ კანონმა მთელი რიგი ეს ვეტერანები დააზარალა. ეს იყო ხმამაღალი თქვა, მაგრამ დღემდე ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა. იყო ასე ჩვენ ვეუბნებოდით რომ კანონთან მუშაობასთან დაკავშირებით უნდა გვემუშავა თქმა უნდა ერთად, ვეუბნებოთ ეს არის არ შეიძლება ამის მიღება, მაგრამ ხელისუფლებამ 100.000 თავისი გაიტანა და მიიღო ის კანონი, რომელიც ძალიან ცუდად აისახა თვითონ ვეტერანზე და მიჯიბეზე. ბატონო ნოდარ, ვეტერანთა ნაწილი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებას განსხვავებული მიდგომები აქვს თბილისში მცხოვრები და რაიონებში მცხოვრები ვეტერანთა მიმართ, არის თუ არა ეს? არა, მე ამას სხვა გვაგებით განსხვავებული მიდგომა რას ნიშნავს? ეხლა განსხვავებული მიდგომა არის ის, რომ ქალაქში მაცხოვრებელი, თბილისში მაცხოვრებელი, თბილისში აქვს მარტო ის, რომელიც გითხარით სამგზავრო ბილეთი, ეს არის მარტო მხოლოდ თბილისის ვეტერანებზე გაცემული. და ის ზუსტად აი ამაზე მქონდა მე ძალიან კარგი შეკითხვა დამისვეს, ამაზე მქონდა მე საუბარი, ქუთაისიდან ჩამოვიდა ჩემთან ვეტერანი, რომელიც ესე იგი ჩემამდე მოსვლას მოუნდა რამოდენიმე არ ქონდა, იმის უფრო ტაქსით მოსულიყო. და დასვა ასეთი საკითხი, რომ აი ჩვენ რატო არ გვაქვს სამგზავრო ბილეთი და რატომ აი ესე და რა თქმა უნდა სახელმწიფო ერთიანია, ერთი ქვეყანაში ვცხოვრობ და ვეტერანის განსხვავება არ უნდა მოხდეს. უნდა კონდეს ყველა ვეტერანს ის ატრიბუტი, ის ყველაფერი, რასაც ქალაქში მაცხოვრებელი და სოფლად მაცხოვრებელი. ჩვენ ამის გატანასაც ვაპირებთ, რომ აუცილებლად ყველა ვეტერანი უნდა დაკმაყოფილდეს. ეს იქნება სოფლად მაცხოვრებელი, ქალაქა თუ სხვადასხვა ადგილებში. რა თქმა უნდა, ყველა აუცილებლად ყველა უნდა იყოს ერთიანი კანონის ქვეშ მიექცეს. ბატონო და არის თუ არა ან თქვათ ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მარტივი გზა პოლიტიკური ნების არსებობა? ამ პრობლემის მოგვარება არ არის რთული, თუკი ეს პოლიტიკური ნება იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით იქ რა როგორ შეიძლება და იყო ასეთი ჩვენ დაუდეთ პარტია ქრისტიან დემოკრატებმა თვითონ ახლა მე გიორგით ახლა დადო ეს საკითხი, პირდაპირ გილაუთა რომ სულ უნდა 36 მილიონი.
რომ ეს საკითხი მოგვარდეს. წლიურია ეს, მე არ ვიძახით 36 მილიონი, რომ ეს საკითხი მოგვარებული იყო, ეს იყო კვიტაშვილის ministrობის პერიოდში. დიახ. მაგრამ რატომღაც თითქოს დაიწყო ამაზე, მაშინ საუბარი რომ ამას თვითონ კვიტაშვილი შეკვირდა და გითხრა რომ ამას მე თვითონ ჩემ პატრონის ქვეშ ავიღე და ამას რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ ორთვეში კვიტაშვილი გაათავისუფლეს და მის შემდეგ მობრძანდა ურუშაძე, რომელმაც ყურად არ აიღო ეს საკითხი და დღემდე არის დარჩენილი. აბსოლუტურად ჩვენ ამას არ დავტოვებთ, უყურადღებოთ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. აუცილებლად იმედი გვაქვს და ეს აუცილებლად მოხდება ამის შანსი და ამისი არსებობს ამისი ყოველთვის რა თქმა უნდა შეხვედრების პერიოდში როცა ვხვდებით ერთმანეთს იქ ვსაუბრობ და ვეუბნებთ რომ ამის წინაპირობა არსებობს ეს მოხდეს და ვეტერანმა ერთხელ სამთამეთქო მაგრამ ეს უნდა იყოს კიდევ გიმეორებ ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ხელისუფლება რატომღაც ჯიუტად დიახ, გასაგებია სწორედ ამაზე მიდოდა კითხვა და ამისვა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რატომ არ არის პრიორიტეტული ვეტერანები, მიზეზი თუ იცით? მიზეზი აქ არაფერი არსებობს. მიზეზი პირიქით ჩვენ მსოფლიოში მე მქონდა აზერბაიჯანელებთან მქონდა შეხვედრა სომხებთან უახლეს მე ვიტყოდი საბჭოთა კავშირის საერთო ქვეყნებში ვეტერანების ყველა ვეტერანი ცხოვრობს ჩვენზე უკეთ. აბსოლუტურად პენსია დიდი აქვს ჩვენზე და ის შეღავათ ყველა ვეტერანს აქვს ნორმალური ცხოვრების პირობები. მხოლოდ და მხოლოდ ეს საქართველოს გამონაკლისი. ამის სახსნა განმარტებას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ეს თვითონ ხელისუფლება არადროს არ გვეუბნება, ხო, არ გვეუბნება არას. აი იქნება, აი ბიუჯეტი არ ვაქვს, აი ეს რა და მე კიდე მინდა ხაზმარის დავნიშნო, როდესაც 9 მილიონი ბიუჯეტი იყო, მაშინ ქონდა ჩვენ რაღაცა შეღავათები და დღეს 7 მილიარდიან ბიუჯეტში ჩვენი თანხა არ გამოინახა. რა თქმა უნდა ეს ხელისუფლება ჯიუტად არ უნდა ხელისუფლებას, რომ მე ვფიქრობ, რომ ვეტერანის სიტყვის გაგონებაც არ უნდა. ანუ ვიცით რომ ვარდების რევოლუციამდელი ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერების ვეტერანების პენსია გაცილებით დაბალია, ვიდრე რევოლუციის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების პენსია. ესეც ჯიუტობის ბრალია, ხელისუფლების ჯიუტობის ბრალია. მე მახსოვს კახა ბაინდურაშვილის გამოსვლა, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო პარლამენტში, მან განაცხადა რომ ამის პერსპექტივა ჯერ კიდევ არ ჩანს. არა, აქ მოხდა ასეთი რაღაცა 2005 წელს მე რომელიც წინა ჩემს გამოგითხარით კანონი მოქმედებდა ზუსტად საგადანგარიშვის მომხლე. აი ამ კანონმა აწია პენსიები და როდესაც მიიღეს ამათ ახალი კანონი, ამ ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, ამ კანონში შეიტანეს 0.75% და წარმოვიდგინეთ თქვენ ადამიანმა რომელსაც იმსახურა 30 წელი, 32 წელი, 27 წელიწადი და კიდევ ზევით დაენიშნათ პენსია 13, 14 ეს იყო 2006 წელს. 14 ლარი რომელმაც წოდებით პოლკოვნიკები და ნავსახურებული ნაბრძოლები და აი ესეთი პენსიები დაენიშნათ. ეს და დღესდღეობით საქართველოში არის სამნაირი პენსია ძალოვანი სტრუქტურებისა. თუმცა ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, უნდა მოხდეს მათი გათანაბრება. არ შეიძლება რომ ერთი და იგივე თანამდებობის პირს ჰქონდეს, ერთს ჰქონდეს 560, მეორეს ჰქონდეს 100 და მესამე ეს არის ძალიან არცეთ ქვეყანაში შესაძლებელი არ ხდება. და ამიტომ უნდა იყოს წინსვლა, რა თქმა უნდა, იმ გაგებით, რომ ეს პენსია ჩვენი ის დაბალი პენსიები გაუტოლდეს იმ ზედაზღვარ. თუმცა გეტყვით რომ არც ეს არის გამართლებული ზედაზღვარი და თუ კიდე არსებობს ზედაზღვარი, თუ არსებობს ზედაზღვარის 560, მაშინ უნდა იყოს ზედაზღვარის 250. გასაგებია, როდესაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები თქვა ზრუნავენ ამ საკითხზე, მაგრამ როგორი არის ხელისუფლების უმრავლესობის პასუხი კითხვაზე, გათანაბრდება თუ არა ამ ორ ძალოვანი სტრუქტურის ძალოვნების პენსიები უკაცრავად. ხელისუფლები და მე გეტყვით არის იცით და თვითონ უმრავლესობაში მიმდინარეობს იქაც საუბარი, ახლა თრათისი არ არის, რომ ჩვენ არ გქონდეს, გვაქვს საუბარი უმრავლესობასთან და არიან ბევრი, რომელსაც სურთ. უნდათ, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, არის პირველი პირიდან თქონდა ეს გადასაწყვეტი, მისი გადასაწყვეტია, რომ პოლიტიკური ნება უნდა იყოს აუცილებელი, თორე თვითონ უმრავლესობაში, თვითონ პირადად მე თოიძესაც შევხვდი, ბატონ თოიძეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და რომელმაც კითხვა და გითხრა რომ აუთქმა უნდა ღირსნი ხარ და აუცილებელია მოხდეს, მაგრამ რატომღაც აყოვნებენ. გასაგებია ბატონ ნოდარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გილოცავთ დღევანდელ დღეს. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ვეტერანი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში ნოდარ ცოტრიაშვილი. გაგაცნობთ ინტერნეტ შედეგებს, რომელიც ამ დროისთვის დააფიქსირდა ჩვენს ვებგვერდზე 94% მიიჩნევს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე უნდა აღინიშნებოდეს, 4% მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს, 1% კითხვაზე არ აქვს პასუხი. მე მადლობას გიხდით აქტიურობისთვის. თქვენ უყურებდით გადაცემას გამოკითხვა, მე თამუნა კვარაცხელია ვარ და ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.